გონიოს მოსახლეობისთვის მიწების დაკანონების საკითხი 29 აგვისტოს გადაწყდება. ამის შესახებ შერეული სამთავრობო კომისიის ხელმძღვანელმა მთავრობასთან შეკრებილ მოსახლეობას განუცხადა. გონიოს მცხოვრებლები მიწების დაკანონების მოთხოვნით დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ და გზა გადაკეტეს. აქციის მონაწილეებმა რეგიონის მთავრობა პროცესების ხელოვნურად გაჭიანურებაში დაადანაშაულეს. კომისიამ სულ 479 პირის განაცხადი და 113 ჰექტარი მიწის ნაკვეთი შეისწავლა. დავიხოცებით, შეკითხეთ ყველა მოქალაქეს, ყველა გონიოში მცხოვრებს. ჩვენ დავიხოცებით იქა, დავიხოცებით, მაგრამ არას არ ვიტყვით არასდროს. გზის გადაკეტვისა და მოთხოვნების ფონზე მიმდინარეობდა გონიოს ყოფილი მეურნეობის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობასთან. ადგილობრივები მთავრობის წარმომადგენლებისგან მიწების საკუთრებაში გაცემის კონკრეტული თარიღის დასახელებას ითხოვდნენ. თუ არ ჩამოვა მთავრობის ხელმძღვანელი, არ გვეტყვის დამთავრდა დასკვნა დაიდო 4 თვე მე-5 არ გვეტყვის რომ რამდენ ხანში რამდენ დღეში დავიწყებთ საბუთების გაფორმებას რამდენ ხანში მივალთ რეში და როგორ იქნება და რა იქნება ჩვენ დაუცდით კიდევ 1 საათს დაველოდებით ჩვენ იმიტომ გამოვედით გვაინტერესებდა მისი აზრი რას გვეტყვის ახლა რა აქვს სათქმელი თუ არა ჩვენ იძულებული გავხდებით რომ გადავკეტოთ ტრასა და მაგისტრალი ცენტრალ აქციაზე შეკრებილი მოსახლეობა აცხადებდა რომ აღნიშნული მიწები მათი შემოსავლის ძირითადი წყაროა. არის მიწა რომელიც ჩვენ მოგცეს, გაგვინფორმეს, მერე ჩამოგვართვეს და ახლა კიდევ ვბრძოლობთ იმისათვის რომ მივიღოთ ჩვენი კუთვნილი მიწა და ადამიანებმა ჩვენმა ხალხმა იმუშაოს ისრომოს და მიიტანოს საბჭოს სახში და გამოგვეღოს შვილები და ის დანაპირები რომელიც ახალ მთავრობამ დაგვირდა ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის რომ შესრულდებოდა მიწის მეტი რა გაგვაჩინია ჩვენთან გაგვაჩინია მიწაზე ყველაფერს ნარგავს გავთ და სააგებლობთ იმით თუ მიწა არ გვაქვს რით ვიარსებოთ გეკითხები აქციას უფლება დამცველი თამაზ ბაკურიძეც ესწრებოდა. მისი განმარტებით შერეულმა სამთავრობო კომისიამ მიწები შეისწავლა, რეკომენდაციები მოამზადა, ახლა კი კეთილი ნებაა საჭირო იმისათვის, რომ დასკვნები ძალაში შევიდეს. თამაზ ბაკურიძე მოქმედ ხელისუფლებას პროცესის დაჩქარებას თხოვს. ამ პროცედურებმა დაბღალა. 5 წუთში ხო ჩამოართვეს. აი ისე ოპერატიულად დაუბრუნდეს ოღონდ მესაკუთრეს და არა ყალბად მესაკუთრებს. ვისაც ეკუთვნის, ვისიც იყო ეს მიწა და ვისაც რეალურად შეუძლია მიწა დაამუშავოს და ვისთვისაც ეს მიწა არსებობის საშუალება არის, ის უნდა დაუბრუნდეს დაუყოვნებლივ. ეს არის ამ ხალხის მოთხოვნა, მეტი არაფერი. კომისიასთან, კომისიის თავმჯდომარესთან მე პირადად პრეტენზია არ მაქვს. მოგვიანებით აქციის მონაწილეებს მთავრობის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი შეხვდა. დავით გაბაიძის თქმით, გონიოს მიწების შესახებ სამთავრობო კომისია 29-ში დასკვნით შეხვედრაზე იმსჯელებს. მისივე განმარტებით უნდა გადაიხედოს იმ კატეგორიის მესაკუთრეთა საქმეები, ვისაც საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა გაუუქმდა. ჩვენ გვიწერია რომ ის ხალხი, ვისაც საკუთრებაში გააჩნდათ მოწმობები და ვისაც გაუუქმდათ მოწმობები, ამ მოწმობების გაუქმების მარცომერებთან დაკავშირებით უნდა იმსჯელოს შესაბამისმა კომისიებმა, ანუ გადაიხედოს უნდა გაუქმების მარცომიერების საკითხი. რაც შეეხება იმ ნაწილს დაინტერესებული პირებისაც, ვისაც არ ქონდათ საკუთრების მოწმობები თავისუფლზე გაცემული, ანუ მხოლოდ მოსარგებლეები არიან, კომისია წერს რეკომენდაციის სახით, რომ სასურველია შევიდეს ცვლილება აღიარების შესახებ კანონში და მივიღოთ დაახლოებით ის რედაქცია აღიარების შესახებ კანონის, რომელიც თავდაპირველ ვარიანტში არსებობდა კანონის. ანუ არ იყოს სავალდებულო მოთხოვნა, რომ მიწაზე უნდა არსებობდეს სახლი ან ეს მიწის ნაკვეთი. მთავრობაში აცხადებენ, რომ კანონში განსახორციელებელ ცვლილებებზე ისინი აჭარის უმაღლეს საბჭოსთან ერთად იმუშავებენ. გონიოს მკვიდრნი პრობლემის დროულად მოუგვარებლობის შემთხვევაში მასშტაბური აქციებით იმუქრებიან.